ვიკეთებ მაკიაჟს არა ბიუჯეტური პროდუქტებით. ზოგადად სახეზე არასდროს არ ვისმევ ტონალურს, იმძიმებს კანს და თან მერე ჩემ ჭორფლებსაც ფარავს და არ მომწონს. მაქსიმუმი ეს არის კონსილერი. აი მხოლოდ ამ ადგილებში ვინაწილებ. ყველაფერს ვაკეთებ ძალიან მინიმალურად, რომ არ დაიტვირთოს სახის კანი. ეს YSL-ის კონსილერი არის ძალიან თხელი. იმ შემთხვევაში თუ სქელი ვარიანტი დაგჭირდებათ, ჩემთვის იდეალური არის Hourglass-ის აი ეს კონსილერი. შემდეგი ეტაპი არის სახის კონტური, Makeup by Mario. ყოველთვის ვინაწილებ სევით. ესეც ჩვენი გადანაწილებული Rhodes blush-ი და ეს არის ჩემი საყვარელი blush-ი და ეხლა მიხვდებით რატოც აღარც ამოდის. ჩემთვის მთავარი მეიქაპში არის blush-ის გადანაწილება სწორად. როგორ უნდა გადავანაწილოთ ლამაზად ჩვენი სითეთრე და ჩვენი ბრონზერი ერთმანეთში. მგონია რომ blush-ი ყველაზე მაგრად გვეხმარება. მეიქაპ არტისტი არ ვარ, მაგრამ ჩემებური ტექნიკებით ძალიან ლამაზი გამოდის ხოლმე. არ მიყვარს ჩრდილების გაკეთება და რასაც კი ვეკეთებ სახეზე, თითქმის ყველაფერს ვისვამ თვალზეც, რომ ლამაზი გადასვლები კონდეს ყველაფერს ერთმანეთში. No makeup make-up-ის არის იდეალური. ძალიან ბევრს რო ინაწილებ, მე ეს პროდუქტი გინდა არ გინდა გშორდება. მით უმეტეს ფონჯი ძალიან ბევრს იპარავს. ამიტომ არ შეგეშინდეთ ძალიან დიდი ხანი დაამუშავეთ თქვენი სახე და მივხვალთ იდეალურ მდგომარეობამ. ჩვენი შემდეგი ეტაპი არის ამ ყველაფრის ხვიერი პროდუქტებით. კიდევ ერთხელ კარგად დაფიქსირება. ჩემი საყვარელი პალიტრა. ყველაფერს ეტყობა, როგორ მიყვარს და როგორ კარგად ვიყენებ, იმიტომ რომ გაუბედურებულია. 001 Universal არის ეს პალიტრა. ოდნავ. ნაცილებთ ისევ იგივენაირად, სადაც ბლაში წავისვით. ამას აღარ ვისმევ შუბლზე და ნიკაპზე, რომ წინ აღარ წამოვიდეს ეს ყველაფერი და აი ეს ადგილები ანათებდეს მხოლოდ ცხვირთან ერთად. აი. აი ესე. დღეს თვალზე მხოლოდ ტუშს წავისვამ და ეს ისეთი კარგი ტუშია. თუ ლაინერი ხარ წავისვათ დასაფიქსირებულ პუდრაზე. მინიმალურად რომ აი ეს ჩემი ტეზონა, რაც ცხიმიანი მაქვს, უბრალოდ რომ ჩავახშოთ. აი ესე ოდნავ ვიდებ. აჰა. აი ნახეთ, როგორ პრიალებს ეს ადგილი და ეს არა. ნახეთ, glow ეფექტი მაინც დარჩა სახეს. Benefit-ის აი ამ წარბის გელს. ძალიან რთულია სქელი წარბი რომ გაქვს, შეინარჩუნო ერთ ადგილას, ამიტომ მხოლოდ იმიტომ ვისმევ ამასაც, რომ გაჩერდეს და არ წავიდეს არსად. რადგან არაბიუჯეტური სერია არის, მოდი ის გამოვტოვოთ ეს ეტაპი და უბრალოდ წავისმევ. ეს არის ჩვენი ტუში, რომელიც არის ბიუჯეტური, რადგან არაბიუჯეტური ტუშებიდან საერთოდ არც ერთი არ მომეწონა. თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო, შემდეგ გადავიღებ ბიუჯეტურ სერიას და იქ გეტყვით, რომელი ტუში წავისვი და რომელი იძლევა ამ შედეგს. Charlotte Tilbury-ის ტუჩის ფანქარი ეტყობა, რომ ძალიან მომწონს. Charlotte Tilbury-ის Plump Gesme არის, ანუ ეს ტუჩებს ადიდებს. ისევ Charlotte Tilbury-ის Setting Spray. ეს არის დაახლოებით მესამე ბოთლი, ალბათ, და მეოთხე მიდევს. ბექაპად რომ ეს რომანი გათავდება, ეგრევე მქონდეს. მადლობა რომ მიყურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დავიკომენტარეთ, დავიწერეთ, გადავიღოთ თუ არა ბიუჯეტური ვარიანტი. გაგოძეთ!